მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და როგორც დაგკვირდით, უკვე დრო არის რომ გავიგოთ რა ხდება ცის კაბადონზე და ციურ სხეულებსაც დავეკითხოთ, როგორი კვირა გველოდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. მით უმეტეს 2025 წელი უკვე შემოგბრძანდა საქართველოში და საინტერესოა ხის მწვანე გველი ამჯერად რა გავლენას ახდენს ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზზე და საჭირო პროგნოზით ნინა სუსლოვა მოგვამარაგებს. ახლა ნინა მოგესალმები. მოგესალმებით. გილოცავ პირველ რიგში მიხარია რომ ხედავ ამ სივრცეში და მოდი დავიწყოთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. რას გვიქადიან ვარსკვლავები? ნამდვილად შემოვიდა, დაიწყო ახალი წელი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ დაწყებულა, მაგრამ მაინც კიდე არ დაწყებულა, ორჯერ ვიზეიმეთ უკვე. კი, ორჯერ ვიზეიმეთ, მერე კიდე ვიზეიმებთ 29-ში შემოვა უკვე ოფიციალურად გველის წელიწადი, ასე რომ ცოტა დრო კიდე არის დარჩენილი რეალურ გველის წელიწადს. საცივით უნდა შევხვდეთ თუ საცივის გარეშე, მაგ დღესაც. მაგ დღესაც სასურველია რომ რაღაც დავახვედროთ, რომ თავი მოვაწონოთ, მაგრამ ნუ საცივი. კიდე იქნება. კი, უკვე ოფიციალურად როცა შემოვა, თუმცა რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ მაინც აღნიშნავთ და დაიწყო ახალი წელიწადი, შესაბამისად უკვე დაიწყო სიახლეებიც ამ შემთხვევაში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის და დავიწყოთ ვერძებით. იქნება დიდი ცვლილებები, აბა ვნახოთ. ვიღაცებისთვის იქნება. რაც შეეხება ვერძებს, დავიწყოთ იქიდან, რომ ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოთ საკუთარი სიძლიერის, საკუთარი თავის გატანა, ბრძოლა, საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის შეიძლება ასე ითქვას. თუმცა, კარგი იქნება თუ ტაქტიკა შეცვლიან და არა აგრესიით, არამედ დიპლომატიით მიუდგებიან. ამ კვირას მათი მთავარი მიზანი არის დიპლომატია. სხვანაირი მიდგომა და შეცვლა დამოკიდებულების, რითაც მოახერხებენ იმას, რომ გაიმარჯვონ და თუ აგრესიით სწავლენ მიაწვევიან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პირიქით მათ საქმე გაფუჭდეს. შესაბამისად, გამოიჩინონ მაქსიმალური დიპლომატია, მაქსიმალური მოთმინება და მოახერხებენ, რომ ყველა პრობლემა წინააღმდეგობა, რომელიც მათ წინაშე დადგება, მარტივად გაართვან თავი. რა კრიზისული პერიოდი ყოფილა? არ არის კრიზისული პერიოდი, პირიქით საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა შეძლებენ, თუ შეცვლიან ტაქტიკას და ესე კი რქებით კი არ სწავლე, არამედ მშვიდად, დინჯად, წყნარად მივლენ თავის დასახული მიზნისკენ. ყურვებს რაც შეეხებათ. ყურვებისთვის ძალიან კარგი კვირა არის ინტელექტუალური მუშაობისთვის, ამ შემთხვევაში ნებისმიერი საქმისთვის, რაც გონებრივ მუშაობასთან არის დაკავშირებული. შეუძლიათ, რომ ნებისმიერი პირობითად თუ რაიმე დაგროვილი ქონდათ და უნდათ, რომ გაეკეთებინათ, აი ამ კვირის განმავლობაში დაასრულონ, დაგეგმონ და რაღაც ბოლომდე მიიყვანონ. თუმცა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება? არ არის სასურველი ზედმეტი ლაპარაკი, უნდა მიაქციონ ყურადღება ვისთან რა საუბრობენ, როგორ გარემოცვაში იმყოფებიან და განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ იმას, რომ თავისი მიზნები, ის რაღაც მაგალითად იდეები, ჩანაფიქრი, გეგმები არ გაუზიარონ სხვა ადამიანებს და ცოტა ისიფრთხილე მართებთ უშუალოდ მეტყველების თვალსაზრისით, რომ რაღაც შემთხვევით რაიმე ინფორმაცია არ გათქვან, ან რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მათ წინააღმდეგ შემდგომში გამოიყენონ. სხვა შემთხვევაში პირიქით ძალიან კარგი პერიოდი არის და შეიძლება კარიერული კუთხით ვთქვათ, რომ აქ შესაძლებლობა რომ კარგად გამართლდნენ, უბრალოდ უნდა იცოდნენ სად როგორ რა თქვა. რაც შეეხება ტყუპებს. ტყუპებისთვის საკმაოდ საინტერესო კვირა იქნება. ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენელი. ხო, შვენიერია. საკმაოდ საინტერესო კვირა ელოდებათ ტყუპებს და ექნებათ შესაძლებლობა გამოუვიდეთ, მიაღწიონ რაღაც ისეთს, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს და წარმოუდგენელიც კი ეჩვენებოდეთ. თუმცა, როგორ უნდა მოიქცეთ? კარგი იქნება თუ აი ამ კვირის დინებას მიყვებიან და წინააღმდეგობაში არ მოვლენ არაფერთან. აი მოხდა მაგალითად რაღაც არაუშავს. ის კი არა რომ ესე რატომ მოხდა და მოდი შევეწინააღმდეგო და შევცვალ. ეს კვირა ძალიან კარგი იქნება თუ მაქსიმალურად მიყვებიან კვირის დინებას და რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას, იყოს ასე. ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მათთვის იყო უკეთესი და უმჯობესი. ანუ მთავარია მდინარის საწინააღმდეგო ცურვა არ დავიწყოთ ტყუპებმა, ხო? კი, ნამდვილად. შესაბამისად საკმაოდ საინტერესო და წარმატებული კვირა იქნება, მთავარია რომ ეს ყველაფერი რაც იქნება, მოდი ასე ვთქვათ, კარგი, ცუდი, დადებითად შეაფასონ და მათ სასიკეთოდ გამოიყენონ. ის არა რომ მაგალითად ცუდი რაღაც მოხდა და ცუდი, არამედ რა მომცა, რა გაკვეთილი მომცა, როგორ გამოიყენო მომავალში და მიხვდებიან ძალიან მალე რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ მოხდა. ცდილობს ხოლმე რომ ყველაფერში პოზიტივი ეძებოს. ის მართლა შენი ხასიათის ნაწილი. არა, გამოგდის. კი, ნამდვილად. ну ყოველ შემთხვევაში ეს კვირა ესეთი იქნება ტყუპებისთვის. რაც შეეხება კირჩხიბს. კირჩხიბებისთვის დაიწყო საინტერესო პერიოდი და რატომ? გადავიდა თეთრი მთვარე სელენა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და შესაბამისად უკვე მიეცებათ მათ შესაძლებლობა რომ მეტად გამოავჟღავნონ თავისი თვისებები, თავისი ეს რაღაც ზრუნველობა, მგრძნობიარობა, ის ემოციურობა, რომელიც აქვთ. გარდა ამისა, გაუმარტივდებათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა.
შესაბამისად შეუძლიათ რომ გამოიყენონ თავისი შარმი, თავისი ენერგია, თავისი ეს რაღაც მოდი ასე ვიტყვი დადებითი ემოცია, რომელიც მათგან მოდის, შეუძლიათ რომ გამოიყენონ წარმატებაში, მთავარია რომ ჯეროდეთ საკუთარი თავის და მთავარია რომ იმოქმედონ. ამ შემთხვევაში პირველი მნიშვნელოვანი მათთვის რაც არის მოქმედება და რომ მოქმედობა. თუმცა რა თქმა უნდა, ძირითადად რაც ჭირდებათ ეს არის ბალანსის პოვნა ემოციასა და გონიერებას შორის, იმიტომ რომ ხშირად არიან ზედმეტად ემოციურები, თუმცა თუ ისწავლიან როგორ გამოამჟღავნონ და როგორ გამოიყენონ მათი ემოციურობა სწორად, ხო, ძალიან მარტივი იქნება სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია, საბეჭდლების მოხდენა, ნებისმიერი ამ შემთხვევაში რაც უნდათ რომ მიაღწიონ მოლაპარაკების მიზნით ან ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვა. ემოციების კონტროლი ხო ეს რთული ამოცანა ახლა თუმცა იცი როგორი სიტუაცია იწყება, რომ უფრო გაუმარტივდებათ ახლა ეს ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. თავარია ეს შანსები გამოიყენონ, კი ნამდვილად. რაც შეეხება ლომებს. ლომებს ცოტა ქაოტური კვირა ელოდებათ, მათი მთავარი მიზანი იქნება ამ კვირაში, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ იმ რაღაც გარემო ფაქტორებს, რომლებიც მათი ერთგული შეიძლება რომ წარმოიქმნას. თუ ცივი გონებით იფიქრებენ და თუ ამ შემთხვევაში არ იქნებიან იმპულსურები არ შეეცდებიან რომ რაღაც უცბად მიიღონ გადაწყვეტილებები ან რაღაც პირობითად გაიგეს რაიმე ინფორმაცია ან მოხდა რაღაც ცუდი სიტუაცია და პირდაპირ რეაქცია არ ექნებათ და მშვიდად შეხედავენ, მოახერხებენ რომ ეს კვირა დააბალანსონ და ალაგონ. გარდა ამისა შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი პირად ურთიერთობებში რაღაც ცვლილების შემოტანის ან რაიმე ახალი შეგრძნება, ემოცია, განცდის მიღების. მოკლედ ესეთი ცოტა არეული კვირა ელოდებათ, მთავარია რომ ძალიან სწორად უყურონ და ამ შემთხვევაში იმპულსურად არ იმოქმედონ, რომ პირიქით მეტი ქაოსი არ შემოიტანონ მათ ცხოვრებაში. შედარებით მშვიდად გაატარონ ეს პერიოდი. მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში ცვლილებები შეიძლება რომ მიიღონ, ხო? სურვილი გაუჩნდებათ, შესაძლოა რომ სურვილი გაუჩნდეთ რაღაც სიახლის. აქაც კარგად დაფიქრდნენ, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ და სანამ რაღაც ისეც გააკეთებენ, რაც შეიძლება მერე პირობითად ცუდი იყოს მათთვის. ამ კვირაში უმჯობესია რომ მაქსიმალურად თავშეკავებულები სიფრთხილით მოეკიდონ ყველაფერს. კი ბატონო. რაც შეეხება ქალწულებს. ქალწულებისთვის მშვენიერი პერიოდი არის ამ შემთხვევაში კარიერული განვითარების კუთხით და როგორ უნდა გამოიყენონ. მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ყველა რაც ისედაც ძალიან კარგად გამოსდით და ეხერხებათ, თუმცა ამ კვირაში ამას თუ გააკეთებენ, თუ იქნებიან ორიენტირებულებით ნებისმიერ დეტალზე, მიაქცევენ ყურადღებას პატარა წვრილმანებს შეძლებენ, რომ კარიერაში განვითარდეს. შეიძლება ახალი შემოთავაზება მიიღონ, შეიძლება პირობითად სამსახური შეიცვალონ. მოკლედ ძალიან კარგი კვირა აქვს ამ შემთხვევაში კარიერული მიმართულებით, მთავარია რომ ეს ყველა რესურსის შესაძლებლობა, რომელიც მათ გააჩნიათ, სწორად გამოიყენონ, სწორად დაგეგმონ და შესაბამისად მთელი თავისი უნარები, რომლებიც აქვთ, აი ამ კვირაში გამოამჟღავნონ და შეიძლება რომ ძალიან კარგად დაუფასდეთ და ის მათი შრომა და თავდადება საპასუხოდ კარგი საჩუქრით დასრულდეს. რაც შეეხება სასწორებს. სასწორების შემთხვევაში კარგი იქნება თუ ამ კვირაში გამოიჩენენ მეტ სითამამეს. იქნებიან გამოიჩენენ ინიციატივას. ძირითადად შემთხვევაში ყოველთვის უფრო ელოდებიან ხოლმე სხვის ქმედებას, სხვის მოქმედებას მათთან მიმართებაში. აი ამ კვირაში უმჯობესია თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი აქვს და თუ ფიქრობენ რომ ღირს ამის გაკეთება, გადადგან პირველი ნაბიჯი. იაქტიურონ, კი. თუმცა აქვე დავამატებ რომ აქტიურობა არ ნიშნავს რისკს და აქტიურობა არ ნიშნავს იმას რომ რაღაც დაუფიქრებელი უნდა გააკეთონ, ან უნდა გარისკონ რაღაც უაზრო ქმედება განახორციელონ, არა რა თქმა უნდა, თუმცა თუ სურვილი აქვს რაღაცის გაკეთების და ვერ ბედავე, გაბედონ. ოღონდ დროის ამონაკვეთში, რა თქმა უნდა. არ გულისხმობ იმას, რომ რაღაც არამქვეყნიური და გიჟური გააკეთონ, უბრალოდ თუ რაღაც სურვილი აქვს, აი გადადგან პირველი ნაბიჯი. გარდა ამისა შესაძლოა, რომ რაღაც რომანტიკული სურპრიზებიც მიიღონ სასწორებმა. რაც შეეხება მორიელს. მორიელის შემთხვევაში მორიელმა უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს კვირა მისცემს მას. პირველი უნდა ჯეროდეს საკუთარი თავის იმ რესურსის და იმ უნარის, რომელიც მას გააჩნია და დააფასოს საკუთარი თავი. ხშირად ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ხოლმე საკუთარ თავს, ზედმეტ ვალდებულებებს აკისრებს და ის შედეგი, რომელსაც ითქოს ღებულობს, აი ვერ კმაყოფილდება, უნდა რომ მეტი მიიღოს, ან ფიქრობს, რომ სათანადოდ კარგი არ იყო. კარგი იქნება თუ დააფასებს საკუთარ თავს, პატივცემს მის შესაძლებლობებს და მიიღებს იმ რეზულტატს, რომელიც გააჩნია.
რაც შეეხება მშვილდოსანს. მშვილდოსანმა ყურადღება უნდა მიაქციოს მის ენერგიულობას. სად უნდა იყოს აქტიური, სად უნდა იყოს პასიური, სად ჯობს რომ გამოიჩინოს ინიციატივა, სად ჯობს რომ პირიქით მშვიდად იყოს. კარგი იქნება თუ ბალანსი სწავლის. რაც შეეხება ამ შემთხვევაში თხის რქისთვის მნიშვნელოვანი არის რაციონალურობა, გონიერება და აქვე უნდა ჩართოს ინტუიცია. კარგი იქნება თუ დააბალანსებს ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად რაციონალურები არიან, ინტუიციასაც დაეყრდნობა და გაითვალისწინებს სხვადასხვა მდგომარეობას, რომ გულს რა უნდა ისიც რა გაითვალისწინოს. აქვე არ არის ასურველი რაიმე ცვლილების განხორციელება პირად ურთიერთობებში, თუ ბავშვები ყავს, ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმოს აი ამ კვირის განმავლობაში. რაც შეეხება მერწყულს, შესაძლოა მერწყულს უნდადეს, რომ უფრო მშვიდად გაატაროს ეს კვირა და შედარებით ესეთი ნეიტრალური პერიოდი ქონდეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნაკლებად მიეცემა, რადგან საკმაოდ აქტიური კვირა ელოდება და კარგი იქნება თუ ფეხს აუწყობს და აი ამ აქტიურ კვირასთან ერთად თვითონაც იქნება აქტიური, თუ მოახერხებს გადატანას და განეიტრალებას ისე რომ გაანთავისუფლოს კვირა მშვენიერი, მაგრამ მეჭობა რომ გამოვიდეს შესაბამისად ეცადოს რომ სად იყოს აი ამ ნაყოფიერი კვირისთვის. პარასკევამდე ყოველში პარასკევის ჩათვლით მე. რაც შეეხება თევზებს. თევზების შემთხვევაში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოს, შეიძლება რაღაცის გადაფასება მოუწიოს, გარდა ამისა ყურადღება მიაქციოს იმ რჩევებს, რომელსაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მოისმენს და კარგად შეაფასოს ის გარემო, რომელშიც იმყოფება, ის ადამიანები, რომელთაც ურთიერთობა აქვს. მოკლედ ერთგვარი გადაფასების პერიოდი ექნება თევზებს და კარგად შეაფასონ სიტუაცია. აჰა, ესეთი საინტერესო კვირა გველოდება. რაც მთავარია იმედი მაქვს, რომ ხო ეს რჩევები, რომელიც გაგვიზიარა, ყველას დაგვეხმარება.